სახაერო თავდაცვა იმუშავეთ, ბლად. ემულოსკია. Идут. О, მეки 59. დადე. ბეზუხა. კიდევ ერთი როგორ ჩანს? კიდევ ერთი. აი, კიდევ ერთი. აი, გაფრინდა. აი. ბელარუსის ფრონტზე როგორც ჩანს რაღაც მზადდება. რუსეთის დიქტატორმა ვლადიმირ პუტინმა სასწრაფოდ დაიბარა ბელარუსი კოლეგა ალექსანდრ ლუკაშენკო. და ცნობილია, რომ ისინი ორნი ერთად მრავალი საათის განმავლობაში გვიან ღამით ვალდაის რეზიდენციაში დახურულ მოლაპარაკებებს ატარებდნენ. კრემლში მაშინვე განაცხადეს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ არანაირი პრესკონფერენცია და საერთო განცხადება არ იქნება. მაგრამ ყველა არაპირდაპირი ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ ამ ორ დიქტატორს რაღაც აქვს ჩაფიქრებული. ბელარუსი დიქტატორის ალექსანდრ ლუკაშენკოს თვითმფრინავი ისე იქცეოდა, როგორც სპეციალური ოპერაციის ბორტი. მისკიდან აფრენის შემდეგ მან ტრანსპონდერი თვერის ოლქის თავზე გამორთო. ხოლო ვლადიმირ პუტინის რეზიდენციასთან M11 ტრასაზე მოძრაობა გადაკეტეს, ხოლო თავად ლუკაშენკო საჯაროდ არც კი უჩვენებიათ. მარშ ვლადიმირ პუტინი და ლუკაშენკო საათობით რა თემებზე საუბრობენ დახურულ კარს მიღმა, რომ ტრანსპონდერის ჩართვაც კი ეშინიათ. რა არის იქ ესეთი საიდუმო? ამის გასაგებად, როგორც მე მგონია, საჭიროა ბოლო დღეების 3 სიუჟეტური ხაზი ერთად შევკრიბოთ. ისინი ცალკე ჩანს, მაგრამ ეს მაინც ერთი დიდი ისტორია. პირველი სიუჟეტური ხაზი. კრემლი ბელარუსს ომში ითროს და ამას ლუკაშენკომაც აღიარა. მეორე. ლუკაშენკო ჯიუტობს და გრიზლოვს პირდაპირ ეუბნება, რომ ამას არ დათანხმდება. მესამე. რუსეთის საწავის გარეშე იხშობა უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების შემდეგ და კიდევ რუსეთში სულ უფრო ხშირად იწვის სამხედრო ქარხნები. და ბელარუსიდან ბენზინის მიწოდების გარდა ყველა ნიშანი მიუთითებს სამხედრო წარმოების გადატანაზე, რათა ის ბელარუსში დამალულში დამალოს. უკრაინელმა სამხედროებმა უკრაინული რაკეტებით ფლამინგო 27 ივნისის ღამეს დარტყმა მიაყენეს სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ქარხანა ტიტან ბარიკადებს ვოლგოგრადში. ამ ქარხანაში რუსეთი აწარმოებს საარტილერიო სისტემებს და სპეციალურ სამხედრო ტექნიკას. კერძოდ სარაკეტო დანადგარების ელემენტებს, რომლითაც უკრაინის მოქალაქეებზე შეტევებს ახორციელებენ. ამასობაში შირიმიდან დაფიქსირდა არა მხოლოდ რუსი ტურისტების, არამედ უკვე რუსის სამხედროების რეალური გაქცევა. ხოლო ვლადიმერ პუტინის რეიტინგი დიდი ომის დაწყების შემდეგ მინიმუმამდე დაეცა და ეს ხდება სექტემბერში დაგეგმილი დუმის არჩევნების წინ. ამ ფონზე ლუკაშენკომ რუსეთში გაფრენამდე ბელარუსებს განუცხადა, რომ მას არ მოხსნიან ძალიან ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მაშინ როცა უკრაინის დაზვერვა აფიქსირებს ბელარუსის ტერიტორიიდან შეჭრისთვის მზადებას. მოკლედ, მოდით ერთად დავიწყოთ ამ მოვლენების გორგალის გახსნა. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი. დღეს 27 ივნისია. მოდით ერთად გავარკვეთ ამ ყველა მოვლენაში. მაგრამ სამ დავიწყებ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ გამოშვების YouTube-ზე პოპულარიზაციისთვის და ამისთვის მადლობას გეტყვით. დავიწყებ ბოლო სიახლით. შაბათზე გადასულ ღამეს 27 ივნისს რუსეთის ვოლგოგრადი რაკეტური თავდასხმის ობიექტი გახდა, რის შედეგადაც დაზიანდა თავდაცვითი ქარხანა ტიტან ბარიკადები, რომელიც აწარმოებს გამშვებ დანადგარებს რაკეტების კომპლექსებისთვის ისკანდერ M და ტოპოლ M. იტყობინებიან, რომ ვოლგოგრადზე გაშვებული იყო 5 უკრაინული რაკეტა ფლამინგო. კომპანიის დამფუძნებელმა, რომელიც აწარმოებს ფლამინგო რაკეტებს, დენის შტილბერგმა გამოაქვეყნა არა მხოლოდ ამ რაკეტების გაშვების ვიდეო ჩანაწერი, არამედ კადრებიც, სადაც ჩანს აფეთქებები ვოლგოგრადში ამ რაკეტების ჩამოფრენის შედეგად. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა განაცხადეს აფეთქებების სერიაზე დილის 4 საათისათვის ადგილობრივი დროით, ხოლო მოგვიანებით ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო ჩანაწერები, ერთ-ერთზე კი ჩანს, როგორ ხვდება რაკეტას სამრეწველო ობიექტს. და თავდასხმამდე ერთი დღით ადრე როსგვარდიამ, როსავიაციამ ბოდიშით გამოაცხადა ვოლგოგრადის აეროპორტის დროებით დახურვის შესახებ. კიდევ ერთი, რედაქტორ.
შუროვა. ცხა, შუროვა. აი ესენი, აი. გამაგდი, შუროვა 159. Hadi. არ წახვიდე ბლიად! არ წახვიდე ბლიად! გამაგდი სუკა! გაჩერდი სუკა! გაჩერდი სუკა! გაჩერდი შუროვა! დამეხმარეთ! დამეხმარეთ! კიდევ ერთი შუროვა! კიდევ ერთი! კი, სად? გონ ის შუროვა სადაა? აი ის მიფრინავს. არა, ჭანდაბა სიმწონეში არ მივდივართ. სიმწვენეში არ მივდივართ. აფცხოვრობ ჯერჯერობით. შუროვა 3 საათი, შუროვა საათი, შუროვა. აკიცებე რომ ზიანი მიადგა შუროვას ტიტან ქარხანას. შუროვას მთავარი სამმართველოს მონაცემებით. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო. საწარმო შედის როსკოსმოსის სტრუქტურაში და აწარმოებს თვითმავალი გამშვები და ანადგარებს ოპერატიულ-ტაქტიკული სარაკეტო კომპლექსებისთვის. ისკანდერ M, ავტონომიურ გამშვებ და ანადგარებს კომპლექსისთვის. Topol M, თვითმავალი ჰაუბიცა მსტა, S-ის საარტილერიო ნაწილებს და სხვა სპეციალიზებულ სამხედრო ტექნიკას. ნიშნავენია აღინიშნოს, რომ უკვე ადგილობრივებმაც დაადასტურეს, ციტატა, უკრაინული მაღალსიჩქარიანი საჰაერო სამიზნეების შეტევა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს არ იყო დრონები, არამედ სწორედ ფლამინგოს რაკეტები. გარდა ამისა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თვეში მეორე დაარტყა ნავთობგადამდუმ სადგურს. ფტოროგოზე, ვლადიმირის ოლქში, რომელიც წარმოადგენს საკვანძორგოლს მოსკოვის რეგიონის საწოვით მომარაგებისა და ექსპორტის მიწოდების სისტემაში. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს, რომ თავდასხმა განხორციელდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დამტკიცებული 40 დღიანი ოპერაციის ფარგლებში, რომლის მიზანიც რუსეთზე ზეწოლაა, რათა აიძულონ იგი ომის შეწყვეტაზე წავიდეს. ამავე ობიექტზე წინა თავდასხმა დაფიქსირდა 10 ივნისს, ხოლო მანამდე 24 მაისსაც ამ წერტილზე დართვა განხორციელდა. აი ეს ფტოროგო ტრანსპორტის სტრუქტურაში შედის. ტრანსფერხნია ვოლგა წარმოადგენს საკვანძო ლოგისტიკურ კვანძს მსუბუქი ნავთობპროდუქტების გადაკაჭვისთვის. მის საშუალებით ხორციელდება დიზელის ტრანსპორტირება მოსკოვის რგოლის ნავთობპროდუქტების მილსადენში, იქიდან კი მოსკოვის გარშემო მდებარე მსხვილ ნავთობაზებზე. გარდა ამისა, სადგური უზრუნველყოფდა ნავთობპროდუქტების ექსპორტს ბალტიის ზღვის პორტების გავლით, თუმცა ახლა უკვე აღარ უზრუნველყოფს. საერთოდ კი ნავთობის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები აგრძელებს საწოვის კრიზისის გამწვავებას რუსეთში. ამ დროისთვის საწოვის გაკიდვაზე შეზღუდვები ოფიციალურად მოქმედებს ქვეყნის 32 რეგიონში, აგრეთვე ანექსირებულ ყირიმში და ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე. ეს არის ის, რაც უკვე ოფიციალურად გამოცხადებულია, მაგრამ არიან რეგიონები, სადაც ეს ყველაფერი არაოფიციალურად ხდება, ცალკეული ავტოგასამართის სადგურების მიერ. მაგრამ ამაზე კიდევ ვისაუბრებ ცოტა მოგვიანებით. ისევე როგორც ყირიმში არსებულ სიტუაციაზე, რომელმაც ვლადიმირ პუტინის რეიტინგის რეკორდული ვარდნა გამოიწვია. პირდაპირ სახელმწიფო დუმის არჩევნების წინ სექტემბერში. საქმე იმაშია, რომ უკრაინული შეტევების გაძლიერების ფონზე ვლადიმირ პუტინმა სასწრაფოდ თავისთან გამოიძახა ალექსანდრ ლუკაშენკო. თანაც იმ ფონზე, რომ სულ უფრო კონკრეტული განცხადებები კეთდება იმის შესახებ, რომ რუსეთი კვლავ სურს ბელარუსის ჩართვა ომში უკრაინის წინააღმდეგ. გუშინ საღამოს, თანაც გვიან საღამოს 26 ივნისს ალექსანდრ ლუკაშენკო ვლადიმირ პუტინთან ჩაფრინდა. და თავად ამ შეხვედრის ატმოსფერო უფრო ხმამაღლა საუბრობდა, ვიდრე ნებისმიერი განცხადება. ვლადიმირ პუტინმა ის მიიღო თავის რეზიდენციაში ვალდაიზე, ადგილას, სადაც შეიძლება ისაუბროს ზედმეტი მოცემების გარეშე. ბელარუსი დიქტატორის თვითმფრინავი საერთოდ სპეციალური ოპერაციის ბორტივით იქცეოდა. მან მინსკიდან აფრენა მოსკოვის დროით 9:46-ზე მოახდინა და ტრანსპონდერი თვერის ოლქის თავზე გამორთო. ხოლო პუტინის რეზიდენციასთან M11 ტრასაზე მოძრაობა დროებით გახსეს. შეხვედრის შესახებ უკვე ფაქტი შემდეგ განაცხადეს. მინსკმა და კრემლმა ის მხოლოდ მას შემდეგ გაამხილეს, რაც უკვე გაიმართა. მოლაპარაკებები რამდენიმე საათს გაგრძელდა, თავიდან პირისპირ, შემდეგ კი დელეგაციებთან ერთად.
და კრემლის სპიკერის პესკოვის თქმით, ისინი შესაძლოა დღესაც 27 ივნისს გაგრძელებულიყო. ოფიციალურად არანაირი განცხადება, არანაირი გამოსვლა პრესასთან და არანაირი ხელმოწერილი დოკუმენტი. ყველაფერი მაქსიმალურად დახურული და მაქსიმალურად საიდუმლოა. მაშ, რაზე საუბრობდნენ ვლადიმირ პუტინი და ლუკაშენკო საიდუმლოების ასეთ რეჟიმშიც კი. და აი იმისთვის რომ ეს გავიგოთ და გავაანალიზოთ, საჭიროა ბოლო დღეების 3 სიუჟეტის ან 3 მოვლენათა ხაზის ერთად შეკრება. როგორც გიდათ ისე დაარქვით. ისინი ცალკე მოვლენებად ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი ერთი ისტორია. და ჩვენ აქ სწორედ იმით ვართ დაკავებული, რომ ყველა პაზლი ერთად შევკრიბოთ, რათა გავიგოთ მიმდინარე მოვლენების არსი. და სანამ ამ ისტორიის გასცას დავიწყოთ, ვთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და აუცილებლად დაწეროთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. გარდა ამისა, მხარი დაუჭერეთ ამ YouTube არხის მუშაობას ნებისმიერი შემოწირულობით. ამის გაკეთება შეგიძლიათ ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებისა და რეგვიზდების საშუალებით. და იქვეა ბული Patreon პლატფორმაზე, სადაც ჩვენი დახურული თემია, სადაც მე ვპასუხობ თქვენს ყველა კითხვას. სადაც გეგმოთ ჩავატაროთ დახურული ცალკეული სტრიმები იმისთვის, რომ ვიკონტაქტოთ კითხვა-პასუხის ფორმატში და სადაც თქვენთან ერთად ვიხილავთ მომავალი გამოშვებების თემებს აქ YouTube-ზე. ამიტომ გადადით, გამოიწერეთ იქვეა ბულები ჩემს სოციალურ ქსელებზე, მიხარია რომ იქაც გნახავთ. მაშ, როგორც უკვე ვთქვი, საჭიროა გავარჩიოთ 3 მოვლენათა ხაზი, რათა მთლიანად შევკრათ სურათი. პირველი მოვლენათა ხაზი არის კრემლის მცდელობები ზეწოლა მოახდინოს ლუკაშენკოზე, რათა ის ჩაერთოს ომში უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის ის, რაც უბრალოდ აშკარაა. 23 და 24 ივნისს Wall Street Journal-მა მოქმედა ყოფილ რუს და ევროპელ ჩინოვნიკებზე დაკვნობით გამოაქვეყნა ის, რაც გახდა პუტინისა და ლუკაშენკოს ვალდაის შეხვედრის ნამდვილი ფონური ამბავი. რუსეთი ზეწოლას ახდენს ლუკაშენკოზე, ცდილობს ბელარუსი უფრო ღრმად ჩართოს ომში უკრაინის წინააღმდეგ და შესაძლოა გახსნას ახალი ფრონტი. გამოცემის ინფორმაციით, მოსკოვის კონკრეტული მოთხოვნები ასეთია: ბელარუსის ტერიტორიის გამოყენება უკრაინაზე დრონების გასაშვებად. დასავლეთით საბრძოლო მოქმედებების ახალი მიმართულების გახსნა, რათა უკრაინის თავდაცვის ძალები გადაისროონ ქვეყნის აღმოსავლეთის საკვანძო უბნებიდან. სანამ უკრაინამ ვერ მოასწრო ჩრდილოეთის დასაცავად ახალი საბრძოლო ბრიგადების შექმნა, ასევე ბელარუსის განხილვა როგორც პლაცდარმი ოპერაციისთვის მეზობელი ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ, რათა გამოიცადოს მათი თავდაცვა და შეირხეს დასავლეთის მხარდაჭერა კიევისთვის. და მთავარი ზეწოლის ბერკეტი აქ ფულია, ჩვეულებრივი ფული. და აი რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, რომელიც დეტალებშია ჩახედული, Wall Street Journal-ს აცნობა, რომ კრემლი მინსკს ფინანსური მხარდაჭერის შეცვლით ემუქრება უარის შემთხვევაში. მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ ამ საუბრების უმეტესობა მიმდინარეობდა ლუკაშენკოსა და მინსკში რუსეთის ელჩ ბორის გრიზლოვს შორის. დაიმახსოვრეთ ეს სახელი ბორის გრიზლოვი, რადგან ის არის საკვანძო იმის გასაგებად, თუ რას ითქვის ლუკაშენკო, ცოტა მოგვიანებით. მოვლენების მეორე ხაზი ლუკაშენკოს საჯარო წინააღმდეგობაა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ არასაჯარო წინააღმდეგობა უკვე აღარ მუშაობს. ამიტომ ლუკაშენკომ გადაწყვიტა ყველაფერი საჯაროდ გამოიტანოს. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი კრემლის სასუწარკვეთის შესახებ. ანუ კრემლი ყველანაირად ცდილობს აიძულოს ლუკაშენკო ღიად ჩაერთოს ომში. ლუკაშენკოს ამის გაკეთება არ სურს. კრემლი აგრძელებს ზეწოლის გაძლიერებას. და ერთადერთი რაც ლუკაშენკოს დარჩა არის ყველაფერი ეს საჯაროდ გამოიტანოს. ლუკაშენკომ საჯაროდ დაიკავა პოზიცია, რომელიც კრემლის საწინააღმდეგოა. 25 ივნისს, როდესაც ის სიტყვით გამოვიდა იმავე რუსი ელჩის ბორის გრიზლოვის წინაშე, მან განაცხადა, რაც სხვადასხვა ანალიტიკოსებმა მოსკოვისთვის სიგნალად შეაფასეს, რომ ბელარუსს არ სურს უკრაინაში ომში ჩართვა. უფრო მეტიც, მან თქვა, რომ მინსკში შეხვდა ზელენსკის წარმომადგენლებს და მათ მკაცრი გაფრთხილება გადასცა. მაგრამ ეს გაფრთხილება ფაქტობრივად ორივე მხარეს იყო მიმართული. მისი სიტყვები დაახლოებით ასე ჟღერდა. ლუკაშენკომ პირდაპირ უთხრა ზელენსკის ხალხს, რომ თუ ის ფიქრობს, თითქოს ასე შეუძლია მინსკთან საუბარი და მის ომში ჩათრევა, მაშინ ომის ხასიათი მყისიერად შეიცვლება. ეს იქნება სრულიად სხვა ომი, როგორც მასშტაბით, ისე ხასიათით. მაგრამ მაშინვე ლუკაშენკომ დაამატა, რომ გრიზლოვი რეალურად აიძულებს მას უკრაინასთან ომში ჩაერთოს, მაგრამ ასე მოქცევა არ ღირს, რადგან ბელარუსებს არ სურთ უკრაინელებთან ომი. ეს ორმაგი თამაშია. სხვათა შორის დღეს ამას ძალიან კარგად აღწერს ომის კვლევის ინსტიტუტი. ერთი მხრივ თითქოს კიევს ემუქრება. ის ამბობს, ჩვენთან ასე ლაპარაკი არ შეიძლება, თორემ თუ დავართხათ, მწარედ ინანებთ. მეორე მხრივ პირდაპირი უარია მოსკოვისთვის. ლუკაშენკო დროის გაწევას აგრძელებს და თავს არიდებს კრემლის გაძლიერებულ მცდელობებს ბელარუსი ომში ჩაითრიოს, უკრაინის მიმართ კი შედარებით ნეიტრალურ რიტორიკას ინარჩუნებს.
აი ანალიტიკოსები ლუკაშენკოს დილემას მაქსიმალურად ზუსტად აყალიბებენ. ლუკაშენკო ცდილობს დააბალანსოს რუსეთის მხარდაჭერის შენარჩუნებასა და იმაზე, რაც ბელარუსის დეგრადირებული სუვერენიტეტიდან დარჩა. და ამ წინააღმდეგობის მთავარი მარკერი სწორედ ამაში. 2022 წლიდან ლუკაშენკო თანმიმდევრულად არ აძლევს ბელარუსის ჯარებს უფლებას პირდაპირ მონაწილეობა მიიღონ რუსეთის ოპერაციებში უკრაინაში. და რაც თავარია თითქმის არ იმეორებს მოსკოვის რიტორიკას. თითქოს უკრაინა ბელარუსისთვის საფრთხეა. ანუ ის ამბობს კი, აი ზელენსკი, ნაცისტები, დონბასი, 8 წელი ეს ყველაფერი ლუკაშენკომ გაიმეორა. მაგრამ ლუკაშენკომ პრაქტიკულად არც ერთხელ არ გამოიყენა ეს რიტორიკა. თითქოს უკრაინა პირდაპირ საფრთხეა ბელარუსისთვის და ამიტომ ბელარუსებმა რაღაცისთვის უნდა მოემზადონ. ის ცდილობს ამ თემას გვერდი აუაროს, თუ ყურადღებას მიაქცეთ. დამტკიცება იმისა, რომ ლუკაშენკოს წინააღმდეგობა მხოლოდ სიტყვებით არ არის, პირდაპირ ინტრიგებში გამოჩნდა, როცა ლუკაშენკო და პუტინი უნდა შეხვედროდნენ. 19 ივნისს ზელენსკიმ ლუკაშენკოს ულტიმატუმი წაუყენა, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე არსებული რეტრანსლატორები, რომლებიც რუსული დათმობის დამიზნებას ეხმარებიან, მოეშორებინა. და ამაზე ერთი კვირა მისცა, 26 ივნისამდე დაემუქრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა ამას თავად გააკეთებდა. ანუ ფიზიკურად გაანადგურებს ამ რეტრანსლატორებს. რა რეტრანსლატორებია ეს საერთოდ? ისინი გამოიყურებიან როგორც უვნებელი სატელევიზიო ან მობილური კავშირის ანტენები, მაგრამ ფარულად რუსულ საბრძოლო დრონებს უკრაინაში მიზნებამდე მიხავთ. ისინი უზრუნველყოფენ კავშირს 150 კილომეტრამდე მანძილზე და საშუალებას აძლევენ დრონის მიზანი პირდაპირ ფრენისას შეიცვალოს. ანუ რეალურ დროში ეხმარებიან უკრაინულ მიზნებზე თავდასხმაში. და პლუს სხვათა შორის ეხმარებიან დაზვერვის ჩატარებაში. და აი ამ მთელი ისტორიის კულმინაცია შემდეგი 24 ივნისს ზელენსკიმ განაცხადა, რომ 22 ივნისის მდგომარეობით რეტრანსლატორებმა ბელარუსში მუშაობა შეწყვეტეს. ანუ ლუკაშენკომ ჩუმად სიტყვიერად არ აღიარებს, მაგრამ ეს მოთხოვნა ჩუმად შეასრულა დედლაინის დადგომამდე 4 დღით ადრე. და აი ომის კვლევის ინსტიტუტი ამას ერთმნიშვნელოვნად განმარტავს. ულტიმატუმის ხილული შესრულება აჩვენებს, რომ ლუკაშენკო კვლავ ეწინააღმდეგება კრემლის მცდელობებს სრულად ჩართოს ბელარუსი ომში. რატომ არის ლუკაშენკო ასეთი ფრთხილი? ეს სრულიად გასაგებია. აქ ორი მიზეზია და ორივე მისთვის პირადად ეგზისტენციალურია. პირველი მიზეზი საზოგადოებაა. ბელარუსის საზოგადოება აჩვენებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში პირდაპირ მონაწილეობისთვის უკიდურესად შეზღუდულ მზადყოფნას. და 2020 წლის პროტესტების პოლიტიკური შედეგები დღემდე გარკვეულწილად აყალიბებს ლუკაშენკოს რეჟიმის ქცევას. მას მაინც ახსოვს რა ხდებოდა მაშინ და ესმის, რომ გარკვეულწილად უკვე ზღვარზე იყო. და მეორე მიზეზი არის შიში უკრაინული დრონების მიმართ. Der Spiegel-ის მონაცემებით ზელენსკის ულტიმატუმმა სერიოზულად იმოქმედა ლუკაშენკოზე. ლუკაშენკო, რომელიც გასუკვირას, როგორც იუწყებიან, უფრო მეტად უკრაინული დრონების ეშინოდა, ვიდრე თავისი მოკავშირის ვლადიმერ პუტინის. ლუკაშენკომ თავად ინტერვიუში გამოცემა ალ-არაბიასთან, ჯერ კიდევ 15 ივნისს აღიარა ბელარუსის სამხედრო მოწყვლადობა და თქვა, ციტატა: ბელარუსი ფაქტობრივად უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელისგულზე. და ამის შემდეგ მან ბოდიშიც კი მოუხადა ზელენსკის ადრე ნათქვამი შეურაცხყოფელი სიტყვებისთვის. ანუ ლუკაშენკო ძალიან აქტიურად დაიწყო თავის დაძვრენა. ცოტა მოგვიანებით აგიხსნით, რატო აკეთებს ამას. უკვე დღეს კომპანია Firepoint-ის დამფუძნებელმა დენის შტილერმანმა პირდაპირ განაცხადა, რომ თუ ბელარუსი მართლაც დაიწყებს შეტევას უკრაინაზე, უკრაინული დრონები პირველივე საათებში მთლიანად გაანადგურებენ ბელარუსის მთელ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. მით უმეტეს, რომ ზელენსკიმ უკვე დიდი ხანია აღიარა და საჯაროდ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაახლოებით 500-მდე ობიექტი განსაზღვრეს ბელარუსის ტერიტორიაზე, რომლებზეც უპილოტოები პირველივე საათებში დაარტყამი. როგორც მიხვდებით, ეს არის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ელექტროსადგურები და ასე შემდეგ. ადრე ამას შეიძლება ავრუქამდით როგორც ხმაურიან ტრაბახს, ბლებს და ასე შემდეგ. მაგრამ როცა უყურებთ, როგორ აანადგურებენ უკრაინული უპილოტოები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქარხნებს რუსეთში, აანადგურებენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, აანადგურებენ სამხედრო ქარხნებს და კიდევ აანადგურებენ ინფრასტრუქტურას მოსკოვში, რომელიც მაქსიმალურად დაცულია სააერო თავდაცვის სისტემებით, ლუკაშენკო ხდება, რომ ეს უკვე ბლეფი აღარ არის, ეს ცარიელი მუქარა აღარ არის. და თუ უკრაინას მისცემენ საბაბს თავდასხმისთვის, ის აუცილებლად შეუტევს. ფაქტობრივად ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით სამხედრო პროვოკაციის პირველი შემთხვევისთანავე უკრაინას ყველა საფუძველი ექნება. სხვათა შორის გაეროს წესდების 51 მუხლის მიხედვით უკრაინას ექნება სრული უფლება თვითდაცვაზე და უბრალოდ გაანადგუროს ეს ბელარუსი.
და კიდევ ერთხელ ლუკაშენკო კარგად ხვდება, რომ ეხლა ეს სრულიად რეალურია. ის რომ შესანიშნავად ხედავს, რა ხდება რუსეთის ტერიტორიაზე. და სწორედ აქ ჩნდება მოვლენების მესამე ხაზი, რომელიც ანგრევს ვლადიმირ პუტინის გეგმებს ბელარუსის ომში ჩართვაზე. რუსეთი ახლა საწოვის გარეშე იხჩობა და ეს ხსნის, რატომ სჭირდება მას ბელარუსი. და კიდევ, რუსეთში სამხედრო ქახნები ერთის შემდეგ მეორე იწვის. და ვლადიმირ პუტინი ხვდება, რომ ძალიან მალე მას უბრალოდ აღარ შეეძლება საკმარისი რაოდენობის იარაღის წარმოება. არა, წარმოებას გააგრძელებს, მაგრამ საკმარისი რაოდენობით ვეღარ შეძლებს. ეს არის სწორედ ის თუ გნებოთ საფუძველი, რომლის გარეშეც მთელი სურათი არ ყალიბდება. სანამ მიმდინარეობს ეს მოლაპარაკე პუტინსა და ლუკაშენკოს შორის, რუსეთი განიცდის ყველაზე მძიმე საწოვის კრიზისს ისტორიაში. და ამ კრიზისში, ესე ვთქვათ, დამნაშავეები არიან უკრაინული დრონები. მასშტაბი უბრალოდ ყველა რეკორდს აჯარბებს. რადიო თავისუფლების მონაცემებით 24 ივნისის მდგომარეობით ეს არის ბოლო მონაცემები რუსეთის 83 რეგიონიდან მინიმუმ 55-მა განაცხადა ან ბენზინისა და დიზელის გაყიდვების ნორმირების შესახებ სახელმწიფო დონეზე, ან ცალკეული ნავთობკომპანიების დონეზე. Bloomberg-ი სხვათა შორის იგივე სურათს აჩვენებს, უბრალოდ ცოტა სხვანაირად. ამბობს, რომ რუსეთის რეგიონების მინიმუმ 2/3 ან ნავთობპროდუქტების ნორმირება შემოიღო, ან საწოვის დეფიციტს შეეჯახა უკრაინის უცხოეთი იერიშების შემდეგ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. რუსეთის რეგიონების 2/3. გარდა ამისა, მარტის თვიდან რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე 24-ზე მეტი იერიში განხორციელდა, მათ შორის რუსეთის 10 უდიდესი ქარხნიდან 8-ზე. ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 20%-ზე მეტი სრულად გამოყვანილია მწყობრიდან. საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ ამ დონის დაზიანება ომის ისტორიაში უპრეცედენტოდ შეაფასა. მოსკოვზე ივნისში განხორციელებული დარტყმა სიმბოლური იყო და ამავდროულად მტკივნეული. გასულ კვირას უკრაინამ დააზიანა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გაზპრომნეფტი, რომელიც ჩვეულებრივ მოსკოვში მოხმარებული საწოვის დაახლოებით 40%-ს აწვდის. გიგანტური ტანეკოს ქარხნის დაზიანებასთან ერთად ეს დაახლოებით 600,000 ბარელი დღიური გადამამუშავებელი სიმძლავრის დაკარგვას ნიშნავს. 600,000 ბარელი, ანუ ეს კიდევ უფრო მეტია ვიდრე მთელი მოსკოვის მომარაგების ნახევარი. გარდა ამისა, მოსკოვის რეგიონის მთავარი ბენზინის მომწოდებელი კაპოტნეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა თვეში 2-ჯერ დაესხნენ თავს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სრულად გამოვიდა მწყობრიდან ან წლის ბოლომდე. მან სრულად შეწყვიტა მუშაობა. და სწორედ აქ ის სამი მოვლენათა ხაზი, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, არსებითად ერთ წერტილში იკვეთება. რატომ რუსეთი? თავისი ნავთობის ძალით ასე მტკიცედ ეჯიდება ბელარუსს. იმიტომ რომ ბელარუსი მოსკოვისთვის საწოვის ხავარჯანად იქცა. ისტორიაში პირველად სწორედ რუსეთი გახდა დამოკიდებული ბელარუსზე და არა პირიქით. და ლუკაშენკო, მოხერხებული, მოხუცი ბელარუსი დიქტატორი, ეს ძალიან კარგად ესმის და გზნობს. ბელარუსს 2 დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აქვს და მოსკოვი სულ უფრო მეტად სწორედ ამ ქარხნებზეა დამოკიდებული. რომ რუსეთის ნავთობი გადაამუშავოს და ბენზინი, დიზელი და ავიაკეროსინი ისევ რუსეთში გაკიდოს. 2026 წლის პირველ 5 თვეში ბელარუსის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან რუსეთში ბენზინის სარკინიგზო მიწოდება 13-ჯერ გაიზარდა. შედარებით გასული წლის იმავე პერიოდთან, ხოლო დიზელის მიწოდება 3-ჯერ გაიზარდა. და ხაზგასმით აღნიშნავ, ეს მონაცემებია მანამდე, სანამ უკრაინამ გაანადგურა იგივე ქარხანა კაპოტნეში, მოსკოვის ოლქში. ანუ ეს მონაცემებია მაისის ბოლოს მდგომარეობით. უფრო ახალი მონაცემები ჯერ არ არსებობს. მაგრამ თუნდაც მაისის ბოლოსთვის დაფიქრდით, ბელარუსიდან მოსკოვში ბენზინის მიწოდება 13-ჯერ გაიზარდა. ანუ ეხლა მოსკოვისთვის სიტუაცია კიდევ უფრო კრიტიკულია. და ეს ყველაფერი ხსნის, რატომ შეუძლია ლუკაშენკოს ასე თამამად უარი უთხრას ვლადიმირ პუტინს ბელარუსის ომში ჩართვაზე. პუტინი ლუკაშენკოზე ზეწოლას ახორციელებს გასაგები მოთხოვნებით. ეს არის ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით უპილოტო აპარატების გაშვება. ახალი ფრონტი დასავლეთში, პლაცდარმი ნატოს წინააღმდეგ. და პრუს ბელარუსული საწოვის თუნთქვა შეკრულ რუსულ ეკონომიკას. და ეს ყველაფერი მოსკოვის მხრიდან მინსკისთვის დაფინანსების შეწყვეტის მუქარის ფონზე ხდება. ლუკაშენკო ვალდაიში შეხვედრაზე საპირისპირო ამოცანით ჩავიდა. მოსკოვის ეს ფული შეინარჩუნოს, ანუ შეინარჩუნოს ფულის ნაკადები, მაგრამ არ დაუშვას რომ ომში ჩაითრიო, რომელიც მას ქვეყნის შიგნით გაანადგურებს და მიიყვანს უკრაინულ პილოტოებს ბელარუსის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სამხედრო ობიექტებზე. ლუკაშენკო ამას შესანიშნავად ხდება. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ. ის ძველი გამოცდილი დიქტატორია, რომელიც საკმარისად დიდხანს არის ხელისუფლებაში.
და ის შესანიშნავად ხვდება, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. გარდა ამისა, ლუკაშენკომ ახლახან დაიწყო ურთიერთობების დალაგება დასავლეთთან, როგორც აუნდა ჟღერდეს ეს. ის მართავს შეხვედრებს დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან. ის კიდევ ამბობს, რომ უკვე თანახმაა იქვე შეხვდეს ტრამპს. და ევროპა. ევროპა აძლევს მას სიგნალს, რომ მზად არიან მასთან საუბრისთვის. თუ ის ოდნავ მაინც დაშორდება ვლადიმირ პუტინს. გაგახსენებთ, ლუკაშენკოს მთელი პოლიტიკური კარიერა მანევრირებაზე აგებული. ხან დასავლეთთანაა, ხან მოსკოვთან. ხან დასავლეთთან, ხან მოსკოვთან. თუ დააკვირდებით დროის 20 წლით უკან დააბრუნებთ და ამ პერიოდს აიღებთ, ის მუდმივად აქეთ-იქით მოძრაობდა. აქედან მოდის პუტინსა და ლუკაშენკოს ვალდაიზის შეხვედრის მთელი ეს საიდუმლოება. თუ ვალდაიზე მართლაც ერთიანობა, მოკავშირეობა და ასე შემდეგ იქნებოდა, ამას ტელევიზორით აჩვენებდნენ. რუსი პროპაგანდისტი სოლოვიოვი პირველი იხურებდა ამას. შეხვედრის დახურულობა. ლუკაშენკოს თვითმფრინავის გამორთული ტრანსპონდერი რუსეთის ტერიტორიაზე. საჯარო განცხადებების არარსეობა. ეს ყველაფერი რთული ვაჭრობის ნიშნებია და არა რაიმე ტრიუმფის. ეს იმის ნიშანია, რომ ისინი ვაჭრობენ და ლუკაშენკოს რომ ტრამპის ენით თქვათ, სახელოში კოზირები გაუჩნდა. აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გავახსენოთ. ლუკაშენკომ თქვა, რომ ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარში გააფრთხილა, რომ საფრანგეთს აქვს სადაზორო მონაცემები, თითქოს ბელარუსი აპირებს ომში მონაწილეობის გაძლიერებას. და მაკრონმა ურჩია ასე არ გაეკეთებინა. ან ლუკაშენკოზე ერთდროულად ორი მხრიდან ახდენენ ზეწოლას. კრემლი ომში ჩართვას ცდილობს. დასავლეთი და კიევი კი შედეგებზე აფრთხილებენ. და ვალდაი, შეხვედრა ვალდაიზე. ეს პუტინის მცდელობა. პუტინის მცდელობაა, რომ თავისი პოზიცია თავს მოახვიოს, ხოლო ლუკაშენკოს კი მაქსიმალური თანხა მიიღოს მინიმალური ვალდებულებების სანაცვლოდ. და ამ ფონზე ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ შესთავაზა სამმხრივ მოლაპარაკებების ფორმატი თავისი, პუტინისა და ზელენსკის მონაწილეობით და არ გამორიცხა შეხვედრა ტრამპთან. მართალია იმ პირობით, რომ შეხვედრა საფუძვლიანად იქნება მომზადებული და ფართო საკითხთა პაკეტს მოიცავს, საელჩო, ეკონომიკა, ფინანსები, მსჯავრდებულთა გათავისუფლება, ასე განაცხადა მან. ეს არის მისი პირადი თამაში. ან თავი მიხიდოს დასავლეთს როგორც მშვიდობის მყოფელი და გარკვეული საკომუნიკაციო არხი, ამავდროულად დარჩეს მოსკოვის ფრთის ქვეშ. აი სწორედ ამას ცდილობს ახლა ლუკაშენკო. მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს ისიც, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე დიდი ხანია აწარმოებენ იარაღს, რომელიც ძალიან გავს ჩინურს. უფრო მეტიც, ლუკაშენკო სპეციალურად გაფრინდა პეკინში სი ძინპინთან შესახვედრად, ანუ როგორც დამოუკიდებელი ერთეული, მოსკოვისგან დამოუკიდება. ანუ ბელარუსს აქვს საკუთარი სამხედრო სამრეწველო კომპლექსი. და უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის სამხედრო ქახთებზე დაფთმის ფონზე ვლადიმირ პუტინს შეუძლია სთხოვოს ლუკაშენკოს, რომ თავისი იარაღის წარმოება ბელარუსში გადამაოს. ესეც ის საკითხია, რომელსაც ახლა ძალიან ყურადღებით უნდა ვაკვირდეთ. მაგრამ უკვე აშკარაა, რომ ლუკაშენკოს კვლავ გაუჩნდა შესაძლებლობა მანევრირება მოახდინოს დასავლეთსა და მოსკოვს შორის. სანამ ის ამას აკეთებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან თავდასხმის რისკი მაინც მცირდება, მაგრამ ფხიზლად ყოფნა მაინც საჭიროა. არ ვამბობ, რომ რისკი საერთოდ აღარ არსებობს. ის კვლავ არსებობს, არის, მაგრამ ის მცირდება. მაგრამ ლუკაშენკოს ხელს აძლევს თავად პუტინის სისუსტეც. ასე წოდებულმა დროებით ოკუპირებული ყირიმის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა უკრაინის მხრიდან რამდენიმე კვირიანი ინტენსიური საჰაერო თავდასხმების შემდეგ. და აი New York Times-ი დღეს იუწყება, რომ ამ დარტყმებმა სერიოზულად შეასუსტა კრემლის დიქტატორ პუტინის უნარი, რუსული საზოგადოება ომის შედეგებისგან იზოლირებული დაეტოვებინა, ანუ რუსებმა დაიწყეს ამ ომის შედეგების საკუთარ თავზე შეგრძნება. კიევში მათ გააძლიერეს მზარდი რწმენა, რომ პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა შესაძლებელი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინის დაბომბვას რაკეტებითა და დრონებით. შედეგად ყირიმი, რომელიც ადრე ღირებული აქტივი იყო, მოსკოვისთვის თვითად იქცა. ეხლა კი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკრაინის თავდასხმების გამო ოკუპირებულ ყირიმს მასობრივად ტოვებენ როგორც რუსი ტურისტები და ოკუპირებული ნახევარკუნძულის მცხოვრებლები, ასევე რუსეთის ფედერაციის სამხედროები, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და ოკუპაციური ხელისუფლების წარმომადგენლები. ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამ მოსახლეობის გადინებამ ოკუპირებული ყირიმიდან შეიძლება გამოიწვიოს მოკლევადიანი დემოგრაფიული შედეგები, რომლებიც მომავალში შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს. გრძელვადიან პერსპექტივაში თუ უკრაინის დათმობის კამპანია გაგრძელდება.
ასევე სიტუაციის სერიოზულობაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ 26 ივნისს რუსეთის დიქტატორმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც რუსული ნავთობ კომპანიებისთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის აკრძალვა 2027 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. საფექტით, პუტინი კიდევ ერთხელ თითქოს გულისხმობს ამ ბრძანებით, რომ რუსულ ნავთობ კომპანიებს არ უნდა დაემორჩილონ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასის ზღვარს, რომელიც დიდი შვიდეულის ქვეყნებმა დააწესეს. მაგრამ ამასთან ერთად იქვე დაამატეს, რომ ზოგადად ბენზინის, კეროსინის, დიზელის და სხვა მსგავსი პროდუქტების ექსპორტი საერთოდ აკრძალულია მომავალი წლის ბოლომდე, რადგან შიდა ბაზარზე სერიოზული პრობლემებია. ამიტომ ეხლა დავაკვირდებით თავად ლუკაშენკოს ქმედებებს, რომელსაც როგორც ხედავთ, ეხლა იზოლაცია გაუკეთეს. ის საჯაროდ არცად ჩანს, არანაირად არ ჩანს. პუტინი და ლუკაშენკო მაინც ატარებენ თავიანთ შეხვედრას დახურულ კარს მიღმა, არსაჯაროდ. თიშან, ტრანსპონდერებს და ასე შემდეგ. აქ ბრალწერტილს დავშვამ, თქვენი აზრი, თქვენი დასვენები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ, გამოიწერეთ ეს YouTube არხი და დააწექით ლაიქს. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ფინანსურად დაეხმაროთ. ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე მცირე დონატით, ბულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულთულია ამ ვიდეოს აღწერაში. იქვეა ბული Patreon პლატფორმაზე, სადაც ჩვენ გვაქვს დახურული საზოგადოება, სადაც საუბრობ თემებზე, რომლებიც აქ YouTube-ზე არ განიხილება, სადაც მე ვპასუხობ თქვენს პირად კითხვებზე და ვარჩევ სხვადასხვა თემებსა და სიტუაციებს. იქვე იგეგმება დახურული სტრიმებით შეზღუდული რაოდენობის მაღურებლით, სადაც ჩვენ ერთად ვისაუბროთ კითხვა-პასუხის ფორმატში. აქ კიდევ ერთხელ დავაყენებ ბრაუზერს. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.